მოგესალმებით. მოთხრობა, რომელზედაც თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო, შემთხვევით არ შემირჩევია. ეს მოთხრობა დაიბეჭდა 2006 წელს გაზეთ Georgian Times-ში რამდენიმე ნომერში, შემდეგ 2013 წელს შევიდა მოთხრობათა კრებულ ერთ-ერთ მოთხრობათა კრებულში და ამდენად ხალხმა, ეხლა ვისაც არ აქვს წაკითხული, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ვინც არ იცნობს ჩემ შემოქმედებას, გაეცნოს და ნახოს, რომ რამ მრავალმხრივია ეს. ან ზოგი იმას დასკვნას გამოიტანს ახლა რა მაქვს სათქმელი ამა თუ იმ მოთხრობაში და ასე შემდეგ და ყოველ შემთხვევაში მიმართულებას დაადგენს. კითხველი ამ მოთხრობას ქვია გუბერნატორი და მეპურე. მე წინ მინდა გითხრათ შესავალში, რომ ამ მოთხრობით მე მინდოდა მეთქვა ერთი რამ. აი მაგალითად ნაპოლეონი ამბობდა, რომ ჩვენ ვეცადოთ და ვაწინაუროთ ნიჭიერები, თორე უნიჭოები თავად მიაღწევენ ამ თავის ადგილსო და მაღალ ადგილზე იყო ლაპარაკი და აი ეს საკითხია დასმული. სხვათა შორის სულხან საბათს ამბობს, რომ მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთაო. საქმე იმაშია, რომ ინტელექტი ეს არას ცნობს, ახლა იმას რა ქვია, ვის მიეცემა და ვის არა. აქ განათლებაზე არ არის ლაპარაკი, აქ არის აზროვნებაზე ლაპარაკი და ამ საკითხს მოდი მე არ გავარჩევ და არ გადაგღლით, იმიტომ რომ ბევრმა იცით და მე ახლა ჭკუის დამრიგებლის როლში ძალიან არ მიყვარს ხოლმე გამოსვლა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ძალიან მაღალ დონეზე აზროვნებს და ძალიან დიდი ასე ვთქვათ მსაჯულია. პირდაპირ დავიწყებ ამის წაკითხვას. გუბერნატორი და მეპურე. პურკომბინატში ღამის ცვლა შეიცვალა. ახალგაზრდა პურის მწყობელმა სამუშაო ფორმა ჩაისვა და საცხობისაკენ გაემართა. შესვლისთანავე ღუმელთან მდგარმა ბრიგადირმა შეამჩნია: ირაკლი, დირექტორმა მითხრა, როგორც მოვა, ჩემთან ამოვიდესო. რა მინდაო, ხომ არ იცი? შუბლი შეეჭმუხნა მწყობელს. შვილებს გეფიცები, არაფერი ვიცი. მხრების აწევით და ალალის სახით უთხრა ბრიგადირმა. ირაკლის რატომღაც უსიამოვნო განწყობილება შეექმნა და აბუზული წავიდა დირექტორის კაბინეტისაკენ. კარებს რომ მიუახლოვდა, ფრთხილად დააკაკუნა. მოდი, მოისმა ოთახიდან რიხიანი ხმა. მეპურემ სახელური დასია და კარი ოდნავ შეაღვო. შეიძლება ბატონო ოთარ. დირექტორის გაღიმებულ სახეს მწუხარე იერის მისაღებად წამიც არ დასჭირვებია. ომახიანი ტონიც უცბადვე შეეცვალა და მშვიდად მიმართა. მოდი შვილო, დაჯექი და სკამზე მიუთითა. მეპურემ აუჩქარებლად გამოსცია მაგიდის ქვევიდან სკამი და ისე ჩამოშდა, რომ დირექტორისთვის თვალი არ მოუცილებია, რომელმაც თავის მხრივ თავი ჩაუნა და იდაყვებზე დაყრდნობილმა უხერხულობისაგან ხელების ფშნეტა დაიწყო. მოხდა რამე ბატონო ოთარ? კითხა პურის მცხოველმა, როცა დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა. დირექტორმა თავი ასწია და ხელების გაშლასთან ერთად ტუჩების აპრანჭვაც წაუმწყონა ლაპარაკის დაწყებას. ირაკლი შვილო, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილი ვარ. ეს წუთები და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში მოურჩენელ იარად იქცევა. დადგება დრო, როცა ამისათვის პასუხს მოუთხოვ საკუთარ თავს, მაგრამ ახლა სხვაგვარი გადაწყვეტილების საშუალება ნამდვილად არ მაქვს. მართალია უფროსი მხოლოდ დრო და დრო უყურებდა თავისი ქვეშევრდომის გამჭოლად მომზირალ თვალებს, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო. ადგა და ოთახში ბოლტის ცემა დაიწყო. ირაკლიმ კი შესაძლოა ცუდი ამბის მოლოდინში ჯერ დირექტორის მაგიდაზე შეაჩერა მზერა, შემდეგ სკამის საზურგეს ხელით დაეყბნო და თავი ნახევრად დახარა. შვილო, დაიწყო ისე უფროსმა, უნდა გამიგო. შენ თუ ვერ გამიგებ, ეს ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის. გუშინ გუბერნატორმა კაცი გამომიგზავნა და დამიბარა კარგ სახელფასო ადგილას ჩასვიო. წუხელ არ მძინებია. ვფიქრობდი, ვის ადგილზე ჩამესვა
მისი გამოგზავნილი ადამიანი. სამუშაო ისე მაქვს განაწილებული, ზედმეტ სულს ვეღარ აიტანს კომბინატი, რა ვქნა, ზოგიერთები 10 და 15 წელია აქ მუშაობენ. ასეთი მუშა რა მიზეზით გავათავისუფლო სამსახურიდან? შენ 3 თვეა შვილო რა ჩვენთან მოხვედი, ირაკლიმ თავი ასია და უფრო შეხედა, რომელიც წამიერად შეჩერებულიყო და მას მისჩერებოდა. არა, შენი მდგომარეობა კარგად ვიცი, განაგრძო დირექტორმა და კვლავ გააგრძელა ოთახში სიარული, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობას მიქმნის ეს ხერი გუბერნატორი. ყველაფერი გასაგებია ბატონო ოთარ, მე პური ადგა და ძალიან ნელი ნაბიჯით წავიდა კარისაკენ. ადამიანი ალბათ იმიტომ გაჩნდა ამ ქვეყნად, რომ ზოგჯერ ყველა საშინელებას უნდა გაუძლოს, ვინც ის ამ კარის იქით იქნებ უფრო მწარე ხვედრიც მელოდება, მაგრამ რას ვიზამთ, ზოგი ლხინისთვის იბადება და ზოგიც ტანჯვისთვის. ჩვენი მომავალი ბატონო ოთარ, ჩვენმა გამჩენმა იცის მხოლოდ. ირაკლი ასე ნულაპარაკობ, გამიგე, კაცურად გამიგე, გასასვლელად გამზადებული მუშას მიეჭრა დირექტორი. თუ რამე გამოჩნდება, მე თვითონ მოგაკითხავ სახლში, ან იქნებ სადმე კარგ ადგილზე გიშოო რამე, ცოტა ხანს მოითმინე, მე აუცილებლად დაგეხმარები, ოღონდ ახლა გამიგე. ირაკლი შემობრუნდა და თვალებში შეხედა უფროს, ცხოვრებისაგან გადაღლილი მის სახეს თითქოს შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაუარა. გაგიგებთ ბატონო ოთარ, გაგიგებთ, მესმის ყველაფერი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და მადლობას გიხდით იმისათვის, რომ 3 თვე მაინც შემეშველეთ. პურის მცხოვრებელმა კარი მიიხურა და აუჩქარებელი ნაბიჯით წავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ტანსაცმელიც გამოიცვალა, თანამშრომლებსაც დაემშვიდობა და მალევე გასცილდა იმ ადგილს, სადაც 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ენთუზიაზმით მოიჩქაროდა. ახლა კი თვალწრემლიანი ტოვებდა ამ შენობას, რომელსაც სანამ თვალს მიეფარებოდა, ერთ-ერთი ფანჯრიდან გულხელ დაკრეფილი დირექტორი გადმოხურებდა. ირაკლი კი მიდიოდა, მაგრამ არ იცოდა სად, სახლში ვერ მივიდოდა, რა ეთქვა, ან ვინ დაუჯერებდა უმიზეზოდ სამსახურიდან დათხოვნას, არა და საღამოს ხომ მაინც უნდა მისულიყო, თანაც პური მიეტანა. მის აზრებს გონებაში უკვე უეცრად ამოვარდნილი ქარბუქივით ისეთი კორიანტელი დაეყენებინა, რომ სხეული უკვე მექანიკურად მოძრაობდა. ქუჩა ისე გადაჭრა, არც გაუხედავს, მანქანა მოდიოდა თუ არა. ფიქრებიდან მუხრუჭების ხმამ გამოარკვია, რომელსაც კაცის შეძახილიც მოჰყვა. როგორ გადადიხარ ქუჩაზე, გამოიხედე მაინც, სხვას რას ერთში? ბოდიში ბატონო, ხელი ასია ირაკლიმ და ნაბიჯს მოუმატა. მალევე მიუახლოვდა თავის კორპუსს, ცოტა მოშორებით გაჩერდა. რატომ მოვედი აქ? კითხა საკუთარ თავს და როცა პასუხი ვერ მიიღო, გზა განაგრძო. მართალია ისე უმისამართოდ გააგრძელა სვლა, მაგრამ ის მაინც შეძლო ეფიქრა, რომ სადღაც უნდა განმარტოვებულიყო და გამოსავალი მოეძებნა. ასეთი ადგილი იყო ახლო მდებარე პარკი, რომელშიც იმ დილით ადრე ხალხი არ იქნებოდა. 5-10 წუთის შემდეგ ის იმ პარკს მიადგა და დაბალი ბუჩქნარით გარშემოულებულ სკამსაც მიაგნო. ირაკლი ჩამოჯდა და ფეხები თავისუფლად გაშალა. მუშაობის პერიოდში მას დაღლა საერთოდ არ უგრძნია, ახლა კი ძალას ვეღარ გრძნობდა, მუხლები უცახცახებდა, სკამზე თავისუფლად გადაწვა და რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალები მოხუჭა. ამან საშუალება მისცა მის გონებას ემოცია აეძულებინა, რომ ასპარეზი საღიაზრისთვის დაეთმო. დირექტორი იყო პირველი, რომელიც ამოუტივტივდა თავში. ნუ თუ თვალთმა გწობს, დაიწყო განსჯა მისი ქმედებისა. თუ ეს ასე არ არის, დავიჯერო ამხელა კომბინატში ერთი მუშის მიღება მაინც და მაინც ჩემს ხარჯზე იყო შესაძლებელი? ეს მაშინ, როდესაც მან ყველაზე უკეთ იცის ჩემი მდგომარეობა, იცის რომ ჩემს ოჯახს იმ დღიდან შეექმნება შიმშილის პრობლემა, როცა მე პურს ვეღარ მივიტან სახლში. არ მინდა დღევანდელ მის მოქმედებას შევხედო იმ ფონზე, როცა ის სამსახურში მიიღებდა. იმდენად ემოციური იყო ჩემი მოსმენისას, ისიც კი ვიფიქრე, მადლობა ღმერთს ასეთ კაცს რომ შემახვედრა, თორემ ყველას არ ესმის ადამიანის გაჭირვება მეთქი. არ ვიცი, პარალელი როგორ გავავლო გულმოწყალებასა და გულქვაობას შორის, როცა ეს ორივე ერთი ბუნებიდან გამოდის. არც ის მინდა ჩემს მეხსიერებას ცუდად შემორჩეს კაცი, რომელმაც ცხოვრებაში პირველად
სამუშაო მომცა და ისეთი პირობები შემიქმნა, რომ კარგად შევგუებოდი ამ საქმეს, შევეგუე კი არა და უკვე იმდენად გავიწაფე, ძველ მცხოვრებლებსაც კი ვჯობნიდი, ასე რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი ამაში არ უნდა ვეძებო. მაშ რა ვიფიქრო იმ ადამიანზე, რომელმაც შემიფარა, მომეფერა, დამაპურა და ახლა გამწირა? ნუ თუ სიკეთე და ბოროტება ერთ სულში შეიძლება სახლობდეს, არა, არ შეიძლება ერთდროულად იყო კეთილიც და ბოროტიც. თავის თავს უსვავდა კითხვებს და თავადვე სცემდა პასუხს. ფაქტი ერთია, რომ მე გავიწირე და გამწირა კაცმა, რომელმაც შესაძლებელია გუბერნატორი უბრალოდ მოიმიზეზა, მე მაინც ვერ გავიგებ სიმართლეს, ან და რაში მჭირდება ამის გაგება, მორჩა უბრძანა საკუთარ თავს. შეეცადა ბურანიდან გამოსულიყო და ეფიქრა იმაზე, როგორ ეშველა მშიერი ოჯახისათვის. დიდხანს დარჩა ირაკლი იმ სკამზე, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო. ამ ხნის განმავლობაში დრო და დრო იჩენდა ხოლმე თავს მის წარმოდგენაში და არასვენებდა ის მომენტი, როცა დირექტორი მას სამსახურში იღებდა, იხსენებდა ცოტა ხნის წინ ნანახმის შეწუხებულ სახეს და ძველსა და ახალ სახეებს ადარებდა ერთმანეთს. სხვაობა მათ შორის არ არსებობდა, გარდა შედეგისა, რაც ირაკლიმ იმ ორ შემთხვევაში მიიღო. დროთა განმავლობაში იმდენი შთამბეჭდავი ხდებოდა დირექტორის პირვანდელი ქმედება მის გონებაში, რომ ცუდი აზრები უკვე გარკვეულ უხერხულობასაც კი უქმნიდა. გადიოდა საათები, მშვიდდებოდა გული, მაგრამ შფოთავდა გრძნობა სიკეთისა და ადამიანების მიმართ. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ საბოლოოდ დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. მაინც ცდილობდა დირექტორის გამართლებას, რადგან ასე სურდა მას. მაგრამ როგორ და მაინც მიაგნო გამოსავალს, რომ დარწმუნებულიყო თავის უფროსის ბუნებაში, უნდა შეემოწმებინა გუბერნატორი. ნამდვილად ის იყო თუ არა მისი დღევანდელი უბედურების მიზეზი. ამას კი ფიქრობდა, მაგრამ ამის განხორციელება თითქმის შეუძლებლად მოსჩანდა. ცოტა ხანის და სასწორის ორ პინაზე მოხვდნენ ერთ მხარეს დირექტორის გამამართლებელი განაჩენი, რისი აღსრულებაც მხოლოდ გუბერნატორის შემოწმებით იყო შესაძლებელი, ხოლო მეორეზე არსებულ მდგომარეობასთან მშვიდად შეგუება. მოხდა ისე, რომ დირექტორის გამართლების სურვილმა ძალიან იოლად გადაწყვეტა და მან მიიღო უკვე გადაწყვეტილება. ის ღარჩებოდა რა გზით და როგორ მოეხერხებინა ეს შემოწმება. გავიდა კიდევ საკმაოდ ხანი და ირაკლიმ საბოლოოდ ჩამოაყალიბა გუბერნატორთან შეხვედრის გეგმა. საათს დახედა. საღამოს 5 საათი სრულდებოდა. ირგვლივ მოიხედა და შეამჩნია, რომ პარკი ხალხით გავსებულიყო. აქეთ კი არავინ შემოსულა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მოფარებული ადგილი შეყვარებულთათვის იყო განკუთვნილი. ირაკლი წამოდგა და ახლა უფრო ძლიერ იგრძნო დაღლა, ვიდრე ოდესმე. ხელები გაშალა, წელში რამდენჯერმე მოიხარა, კუნთები აამოქმედა და დაადგა გზას გუბერნატორის სამსახურის შენობისაკენ. მიდიოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ის ასეთ დროს იქ არ დახვდებოდა. ფიქრობდა, მაგრამ რატომღაც მაინც მიდიოდა და როგორც იქნა, მივიდა შენობასთან, რომელ შესასვლელშიც კარისკაცი შეეგება. რა გნებავთ ახალგაზრდაო, კითხა მან. გუბერნატორის ნახვა მინდა, უპასუხა შიმშილისა და ფიქრისაგან გათანგულმა ირაკლიმ. გუბერნატორი კი აქ არის, მაგრამ ჯერ ერთი რომ დღეს მიღება არ აქვს და მეორე ის რომ უკვე საღამოა და თავად დაგიბარად დავრეკავ მისაღებში. სხვა მე არაფერი შემიძლია. მდივანი თუ აქ არის, მას ვნახავდი, წერილს გადავცემდი, უცბად მოიფიქრა ირაკლიმ. წერილი დამიტოვეთ და მე გადავცემ. შეუვალი იყო კარისკაცი. ბატონო ჩემო, ორი სიტყვაც მაქვს სათქმელი. იყავით გულმოწყალე. ვგევა ისეთ ახალგაზრდას უსაქმო დრო ვიყო აქ მოსული. კარისკაცმა ყურმილი აიღო და მდივანს დაურეკა. მარიამ, აქ ერთი ახალგაზრდა კაცია და თქვენთან წერილის დატოვება უნდა. თან იძახის, რომ მდივანს ორ სიტყვას უნდა დაუბარო.
გამოუშვით გაისმა ყურმილში. მიბრძანდი გენაცვალე მესამე სართულზე მარცხნივ. გმადლობთ მეუღო ირაკლიმ და კიბეებს ნელა უყო. მისაღები კარი რომ შეაღო, იქ ერთი ახალგაზრდა ქალის მეტი არავინ იყო, რომელიც ჟურნალში რაღაცას წერდა. შეიძლება იკითხა მოწიწებით. ქალმა მკვირცხლად დასწია თავი. მობრძანდით. გამარჯობა. მარიამი არა? დიახ, მეუღო მან. მარიამ, თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება და უარს ნუმეტყვით თუ ღმერთი გწამთ. მდივანს გაეცინა. რა გაგჭიროებიათ ამისთანა? კითხა და თითქოს შეემზადა კიდეს დასახმარებლად. გაჭიროება როგორც ასეთი არ მაქვს, მაგრამ გუბერნატორთან შეხვედრამ შეიძლება დიდი რამ გადამაწყვეტინოს. მდივანი ჩაფიქრდა. თან ზედმიწევნით შეათვალა ახალგაზრდა ბიჭი და ფეხზე წამოდგა. დაბრძანდით და ცოტა ხანს დამელოდეთ. უთხრა და კაბინეტის კარი გამოხსნა. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ გამოვიდა და ღიმილიანი სახით ღია კარისკენ მიუთითა. დიდი მადლობა უთხრა ირაკლიმ და ოთახში შევიდა. გამარჯობა ბატონო გუბერნატორო, თავი დაუკრა სტუმარმა. მიხეილი შეუსწორა მასპინძელმა და ჩინოვნიკთა დამახასიათებელ მკაცრ იერს წარბის აწევაც მიუსადაგა. დიახ, ბატონო მიხეილ, მდაბლად დაუკრა თავი ბიჭმა. დაბრძანდით და გისმენთ. ოდნავ ტონი შეარბილა გუბერნატორმა. გმადლობთ, უთხრა ირაკლიმ და სკამი გამოსწია. მისმა აზროვნებამ უკანასკნელად შეამოწმა პარკში შემუშავებული გეგმა. გუბერნატორს თვალი გაუსწორა და დაიწყო. ბატონო მიხეილ, ჩემ შეკითხვას, რისთვისაც მე თქვენთან მოვედი, ცოტა დიდი ფორმა აქვს, მაგრამ ამავე დროს ისიც მინდა გითხრათ, რომ თქვენმა პასუხმა ამ შეკითხვაზე შეიძლება ჩემი ცხოვრების გადაფასებაც კი გამოიწვიოს ჩემში. ამიტომ პატარა ყურადღებას გთხოვდით. ბრძანეთ. გუბერნატორის სახეს ღიმილი შეეპარა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ბრძენკაცი იყო და მასთან ჭკუის საკითხავად მოსულიყო ვიღაც. დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, უთხრა ირაკლიმ და მის თვალებში სიხარული გამოჩნდა. შეკითხვა კი ასეთია. ერთ ქუჩაზე 5 ხმაწვილი კაცი დილიდან საღამომდე მაპატიეთ ჟარგონს ვიხმარ აბირჟავებდა. ისინი უსაქმურები იყვნენ და 1000 უღაზრობაზე უხდებოდათ მთელი დღის განმავლობაში სჯაბაასი. ერთხელ მათ ერთფეროვან ყოფაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ერთ-ერთ სახლთან მანქანა გაჩერდა. ძღოლის სწრაფად გადმოხდა ისე, რომ ძრავი არ გამოურთავს და სახლშიაც სწრაფად შევარდა. დაახლოებით 5 წუთში ისევ სირბილით გამოვიდა, მანქანაში ჩახტა და ასევე სწრაფად გაეცალა იქაურობას. ეს გაგრძელდა 2 დღის განმავლობაში, დილიდან გვიან საღამომდე, საათი 2 საათი შუალედით. ამის შემხედვარე ბიჭებმა, რადგან მძღოლი ძრავს ჩართულ სტოვებდა, გადაწყვიტეს ამ მანქანის გატაცება და გაყიდვა. დათქვეს დილით 11 საათი. ამ დროს შეხვდებოდნენ და პირველივე შემთხვევას გამოიყენებდნენ. თურმე იმ ღამით 5-დან 4-ს მოულაპარაკიათ და 10-ის ნახევარზე შეიკრიბნენ, ასე რომ 12 საათისთვის მისულ მე-5 მეგობარს მანქანა გატაცებული დახვდა, ხოლო ქუჩაზე ჩოჩქოლი. მისი მეგობრები კი არსად ჩანდნენ. მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა და უკან გამობრუნდა. საღამოს ძლივს მიაკვლია თანატოლებს, რომლებიც გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბუნებრივია, მათ შორის მოხდა დავა, სადაც ეს ბიჭი პასუხს თხოვდა დანარჩენებს და ამასთანავე თავის კუთვნილ წილს ითხოვდა. მეგობრები უმტკიცებდნენ, რომ რადგან მას ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია, წილიც არ ეკუთვნოდა. ბატონო მიხეილ, მინდა გკითხოთ. ეს მოდავე ორი მხარე. თქვენთან რომ მოსულიყო, თქვენ როგორ გადაუწყვეტდით სიმართლეს, რას ეტყოდით, ან და მიაკუთვნებდით თუ არა იმ ერთ ახალგაზრდას წილს? სიამოვნებით მოვისმენ ამაზე თქვენს პასუხს. ირაკლიმ შეკითხვა დაასრულა, სკამზე შესწორდა და გაფაციცებული მზერა მიაპყრო გუბერნატორს, რომელსაც მისი საუბრის დასაწყისიდან ცინიკური ღიმილი ნელ-ნელა შეეპარა და კითხვის დამთავრებისთანავე უკვე აშკარა ჩაღიმილებას ხორხისმიერი მოგუდული ხმაც მიაყოლა. შემდეგ
სათვალე აიღო მაგიდიდან და ცოტა ხანს ხელში ატრიალა. თან ირაკლისთვის თვალი არ მოუცილებია. ჩემთან რომ მოსულიყვნენ არა, თქვა და ჩაიქირქილა. მაგრამ ირაკლის სერიოზული სახის შემხედვარემ თავადაც მალევე დაიბრუნა ჩვეულებრივი იერი და განაგრძო. ჩემთან რომ მოსულიყვნენ, შევეცდებოდი ასე მომერიგებინა ისინი. თუ შევხედავდით ამ საქმეს პირდაპირ, რა თქმა უნდა, მათ მოიპარეს. ისინი ქურდები არიან და შესაბამისად მასზე ქურდული კანონები უნდა გავრცელდეს. ამ კანონების მიხედვით კი მგონია, რომ კაცს საქმეში მონაწილეობა თუ არ მიუღია, მას წილი არ ეკუთვნის, მაგრამ აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. ისინი ხო მეგობრები არიან და მე მათ მორალისაკენ მოუწოდებდი. ასეთი ფორმით მივაკუთვნებდი იმ ერთ წილს და ვეცდებოდი მორალური მხარე ამემაღლებინა მათ სულში. ასეთია ჩემი პასუხი თქვენ კითხვაზე. იმედია დავაკმაყოფილე თქვენი სურვილი შესცინა თავის მსჯელობით ნასიამოვნებმა გუბერნატორმა სტუმარს. გასაგებია ბატონო მიხეილი თქვენი პასუხი, მაგრამ ალბათ ჩემეული შეფასებაც დაგაინტერესებთ თუ რას ვეტყოდი მათ ჩემთან რომ მოსულიყვნენ. დიახ, ძალიან საინტერესო იქნება. მახეში გაბმული ხოხობივით დაიქნია თავი გუბერნატორმა და საკუთარი სურვილის მიუხედავად ინიციატივა საუბრის გამგრძელებელს გადაულოცა. ირაკლი აქამდე თუ წელში გაშლილი და ცოტა დაძაბულიც კი უსმენდა მიხეილს, ახლა ოდნავ მოეშვა. უწინდელთან შედარებით 7 იერი მიიღო და ოდნავ ქვემოდან ამოხედა გუბერნატორს. მისი ასეთი მოქმედება მოპირდაპირე მხარისაგან იძულებით გადმოცემული სკიპტრის ხელში აღებას ნიშნავდა. იმ ადამიანებთან იცით საიდან დავიწყებდი საუბარს? ნელი ტონით გააგრძელა ლაპარაკი ირაკლიმ. ამ ახალგაზრდებს პირველ რიგში ვეტყოდი იმას, რომ როდესაც მათ თვალწინ კაცი ასეთი ფორმით, ასე ხშირად შერბოდა სახლში და სიჩქარისაგან მანქანის ძრავსაც კი არ თიშავდა, რატომ არ იფიქრეს, რომ იმ ადამიანს იქნებ შიგნით მომაკვდავი მშობელი ან ავადმყოფი შვილი ეწვა? აი, რაზე გაუმახვილებდი ყურადღებას და რომელი მხრიდან შევხედავდი მათ ნამოქმედარს. ახლა კი თუნებას დამრთავთ, ჩემი განვლილი და დღევანდელი ცხოვრების პატარა ექსკურსს გავაკეთებდი, რადგან მიზეზი ჩემი აქ მოსვლისა გაიგოთ. დიახ, უკვე მძიმედ დაიქნია თავი გუბერნატორმა, მის სახეს ღიმილის ნატამალი აღარ შერჩენოდა. ის თავის გამომეტყველებით მომენტალურ დამარცხებას კი აღიარებდა, მაგრამ მისი შევიწროებული თვალები მოგაგონებდათ მტაცებელ ნადირს, რომელიც მზად იყო პირველივე შესაძლებლობისას მსხვერპლისთვის მიეყენებინა გამანადგურებელი დარტყმა. ბატონო მიხეილ, განაგრძო ხანმოკლე დუმილის შემდეგ ირაკლიმ, ჩემი ოჯახი 5 სულისაგან შედგება. მყავს მშობლები და პატარა და-ძმა, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. დედას არასოდეს უმუშავია, შვილების აღზრდა იყო მისი საქმე. მამა კი უნივერსიტეტის დოცენტია. ის დაბადებით ხეიბარია, კუტი. მისთვის ყველაზე ძნელ საქმეს გადაადგილება წარმოადგენდა. უნივერსიტეტში 10 საათზე რომ მისულიყო, დილის 5 საათზე უნდა ამდგარიყო. მიდიოდა ყავარჯნებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და წიგნებით სავსე ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა. ადამიანები იტანჯებოდნენ მისი შემხედვარე, მაგრამ მამა მაინც ბედნიერი იყო, ხალისიანი. მართალია დიდ ხელფასს არღებულობდა, მაგრამ ისე თუ ასე ოჯახი თვიდან თვემდე როგორღაც ანაწილებდა. მე კორპუსში გავიზარდე. ჩვენს ეზოში უამრავი ბავშვი იყრიდა ხოლმე თავს. ზოგიერთის მამა რესტორანში მუშაობდა, ზოგი მაღაზიაში, ზოგი სხვადასხვა თანამდებობებზე. ითქმის, რომ ჩემს უბანში უმრავლესობას მდიდრები წარმოადგენდნენ. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომელიმე ბავშვის მამა საღამოს ჩანთით შემოსულა ეზოში. მისი შვილი მისკენ გაქცეულა. ჩანთა გადაუხსნია და იქიდან ხან კამფეტი ამოუღია, ხან ძეხვი,
ხან სათამაშო მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა ჩვენს თვალწინ და მათი შემხედვარე ჩვენც მიუგებები ვართ ჩვენს დაქანცულ მამას და როდესაც მისი ჩანთა გადაგვიხსნია შიგ წიგნებისა და რვეულების მეტი ვერაფერი აღმოგვიჩენია როცა ძალიან მოგვშივდებოდა მამა ზღაპრებს გვიყვებოდა ისეთ გმირებზე რომლებიც ვაჟკაცურად უძლებდნენ შიმშილს სიცივეს და ყველა სხვა ტანჯვას ასეთი იყო ჩვენი ხვედრი და ასე მოვედით დღემდე 4 თვის წინ მამა ჩავარდა საწოლიდან ვეღარ დგება და ითქმის რომ მისი გადარჩენის პერსპექტივა ნაკლებია მართალია უნივერსიტეტიდან ოფიციალურად ჯერ განთავისუფლებული არ არის მაგრამ იქიდან აღარ ეძლევა ხელფასი ინვალიდობის პენსიას კი თუ ვიტყვით მთავრობის ახალი ტერმინით იყინება და იყინება ჩვენს ოჯახს არ აქვს მარტო ის 3 და 5 ლარი კი არა რაც ყოველდღიურად მამას წამლებს სჭირდება არამედ 1 პურის ყიდვის საშუალებაც კი შარშან უნივერსიტეტში ჩავაბარე გამოცდები და მოვეწყვე ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1 წელი ფრიადზე დავხურე მაგრამ მაგრამ შემდეგ იძულებული გავხდი რექტორისთვის განცხადებით მიმართა და აკადემიური ამეყო 3 თვის წინ მუშაობა დავიწყე პურკომბინატში მცხოვრად ხელფას თვეში 100 ლარს მაძლევდნენ ასევე მეძლეოდა დღეში 3 პური ეს ფული როგორღაც ყოფნიდა მამაჩემის აუცილებელი წამლებისთვის რომლითაც ვუხანგრძლივებდით სიცოცხლეს ხოლო იმ ცარიელი პურით ოჯახი იკვებებოდა დღეს მე სამსახურიდან დამითხოვეს და მართალი გითხრათ გამიკვირდა იმიტომ რომ დირექტორმა იცოდა ჩემი მდგომარეობა ჩემ შეკითხვაზე თქვენი პასუხის შემდეგ ეს მე აღარ მიკვირს იმიტომ რომ თქვენ არ დაგაინტერესათ მანქანის პატრონის ბედმა და დაკავდით წილების გადანაწილებით ამის შემდეგ ჩემთვის გასაგებია რომ თქვენ არ დაინტერესდებოდით თუ ვინ დარჩებოდა სამსახურის გარეშე თქვენი მითითების შესრულებისას თქვენ პურკომბინატის დირექტორს გაუგზავნეთ კაცი და დაავალეთ რომ მიეღო იცოდით რომ ეს მითითება შესრულდებოდა მაგრამ არ იკითხეთ იყო თუ არა სამუშაო ადგილი თუ კი არ იყო რომელ მუშას უნდა გაენთავისუფლებინა მისთვის გზა და ვინ უნდა დარჩენილიყო ულუკმაპუროთ მინდა გითხრათ რომ მე ვარ ის განწირული ასეთი გადაწყვეტილების შედეგად კი არა მარტო მე არამედ მთელი ჩემი ოჯახი სასიკვდილოდ გაიწირა ირაკლი წამოდგა სკამი შესწია და ისე გაემართა კარისაკენ რომ არც კი შეუხედავს ენაჩავარდნილი ჩინოვნიკისთვის კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო გუბერნატორო უთხრა და კარები მიიხურა დივანს მადლობის ნიშნად თავი დაუკრა გაუღიმა და მისაღებიც დატოვა შენობიდან რომ გამოვიდა ჩასასვლელად გადაწვერილმა მზემ შემოანათა და მანაც ინსტინქტურად შეავლო თვალი უკვე ძალა დაკარგულ მნათობს რომლის ხილვისთანავე უნებლიეთ შეჩერდა მოპირდაპირე მხარეს შემაღლებულ ბორცზე მე-6 საუკუნის ტაძრის გუმბათს მზე შარავანდედივით დასდგომოდა თავზე ეს არ იყო მხოლოდ სილამაზე ეს იყო მისთვის ბოძებული ღვთიური ნიშანი რომელმაც მისი ამღვრეული გონება უსწრაფესად დაწმინდა და ჭეშმარიტების მისაგნებად წამები აკმარა მადლობა უფალო რამე თუ მაჩვენე სიმართლე და დამანახე ის რომ არც დირექტორი და არც გუბერნატორი ჩემს წინაშე დამნაშავენი არ ყოფილან ამ უბედურების მიზეზი ჩვენი სახელმწიფო სისტემა და მისგანვე შობილი საზოგადოების ამჟამინდელი წესი ყოფილა ჩაილაპარაკა ჩუმად თავისთვის შემდეგ გუბერნატორის სამფლობელო სახე და წამი წარმოიდგინა ოთახში მარტო დარჩენილი ჩინოვნიკი და სახლისაკენ გაემართა ირაკლი მიდიოდა ნელი ნაბიჯით ჩაფიქრებული და განადგურებული ასე იარა რამდენიმე ასეული მეტრი და მაშინ მოეგო გონს როცა იფიქრა რომ სამუშაოს დამთავრების შემდეგ მას სახლში პური უნდა მიეტანა მისი სახლი კი უკვე ახლოს მოსჩანდა
ნახევრად გამოგონებულმა შეხედა თავის კორპუსს და წარმოიდგინა თავისი ოჯახი. ის კვლავ შეჩერდა და მექანიკურად მოათვალიერა ქუჩა. საღამო იყო. ახალგაზრდობა გასართობად პარკისაკენ მიემართებოდა. ადამიანები ჟრიამულობდნენ და უხაროდათ სიცოცხლე, მაგრამ ამ ქუჩაზე მათ სიახლოვეს იდგა იგივე ახალგაზრდა, რომელსაც არ ჰქონდა სიხარულის უფლება. ათიოდე გოგო ბიჭმა ყიჟინით ჩაუარა გვერდით. ირაკლიმ თვალი გააყოლა მათ და იმ წამსვე გაქრა უსიამოვნო ფიქრი მის გონებაში, რადგან მასაც მოუნდა გართობა. გართობა, რომელიც არც ადრეულ ბავშვობაში ჰქონია და არც მას მერე. დიდხანს უყურა ერთმანეთთან მომღლარძუნე ბიჭებს და მოკისკისე გოგონებს. მათ შემხედვარეს სულ გადაავიწყდა დღევანდელი შფოთიანი დღე და მათთან ერთად ყოფნის სურვილმა გადასძლია. სახეზე გამოესახა ბედნიერი იერი და წარმოიდგინა, რომ მათსავით მასაც უხაროდა სიცოცხლე. ეს ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან საიდანღაც უცხო მხრიდან მოსული მამის კვნესა ჩაესმა ყურში. ირაკლის ღრმილიანი სახე უცბად მოეღუშა. თავი ნელ-ნელა დახარა დაბლა და მაშინვე მშიერი დაძმა წარმოუდგა თვალწინ, რომლებიც მის მიტანილ ცხელ პურს ისე გლეჯენ ხოლმე, როგორც დედისაგან მონადირებულ პატარა ანტილოპას ლომის ბოკრები. ისევ ატრიალდა უსიამოვნო ფიქრები მის თავში, ისევ ვერ გადადგა ნაბიჯი სახლისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, მან მალევე მიაგნო გამოსავალს და გეზი თავისი კლასელისა და მეგობრის ბინისაკენ აიღო, რომლის მამასაც მაღაზია ჰქონდა და მათი ოჯახი მდიდართა ფენას მიეკუთვნებოდა. სწორედ ეს იფიქრა, როცა გადაწყვიტა, რომ მათგან ხელფასამდე მცირეოდენი თანხა ესესხა, რადგან ცხოვრება ისევ ჩვეული რიტმით გაგრძელებულიყო და მამას არ შეეტყო ამის შესახებ რაიმე. ამასობაში კი ახალ სამსახურს მოძებნიდა. ამ ფიქრებში გაბრუებული მიადგა კლასელის ბინას, სანამ ზართან ხელს მიიტანდა, თითქოს სირცხვილის გძრომამ შეიპყრო, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა და ისიც ზარის ღილაკს უფრო შემართებით დააწვა. კარები კლასელმა გაუღო. ვა, ირაკლი, საიდან გაჩნდი? შეზახა მისმა ბავშვობის მეგობარმა და ბიჭები ერთმანეთს გადაეხვინენ. შემოდი, სად ხარ, რა შვები? რატომ ერთხელ აღარ შემეხმიანე? რა სახე გაქვს? ხომ არაფერი მოხდა? უთხრა გოჩამ, როდესაც ოთახში მის მოპირდაპირედ სავარძელში ჩაჯდა. არაფერი. უთხრა და თავი მძიმედ გააქნია ირაკლიმ. კლასელები ერთმანეთს შეჰურებდნენ, ერთ მხარეს იჯდა დაქანცული, ძალაგამოცლილი და ცხოვრებისაგან თავმობეზრებული ბიჭი, ხოლო მეორე მხარეს უდარდელი ლაღი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ და სწორედ იქიდან დაიწყო მათი მეგობრობა. ბავშვები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ერთმანეთის ოჯახურ მდგომარეობას და სხვადასხვა ნიშნით ერთიანდებიან, ხოლო როცა სკოლა მთავრდება, ასევე ხშირად იყრება ხოლმე განსხვავებულ ფენათა წარმომადგენელთა გზებიც. ამის მაგალითია მათი მეგობრობაც, როდესაც ერთი მხარე შენატრის მეორის ყოფას, ხოლო მეორეს არასოდეს შეუძლია შეიგრძნოს პირველის მდგომარეობა. ირაკლი და გოჩა ახლა უკვე ცხოვრების საპირისპირო პოლუსებზე დგანან, მაგრამ მათ შორის არსებობს ერთი უძვირფასესი რამ, ბავშვობის დროინდელი მოგონებები და იქ აღმოცენებული სიყვარული, რომელიც ზოგჯერ ძლევს ხოლმე ასეთ ბარიერს. გოჩა, ერთი სათხოვარი მაქვს, დაიწყო ირაკლიმ. ხო, ირაკლი, ისეთი შეწუხებული სახით უთხრა გოჩამ, რომლის გამო მეტყველებაც პირდაპირ გამოხატავდა იმას, რომ იგი მზად იყო ყველა გასაჭირში დახმარებოდა მეგობარს. ერთი სათხოვარი მაქვს, გაიმეორა ირაკლიმ და თითქოს უჭირდა საუბრის დაწყება. თქვი, ირაკლი, თქვი, მე შენ სგვერდით ვარ, ყველგან და ყოველთვის, ნუ გერიდება, რა გიჭირს მითხარი. სამსახურიდან დამითხოვეს, აღმოხდა ირაკლის. მერე რა, სხვას ვნახავთ რამეს და იქცა ქვეყანა, ამოისუნთქა გოჩამ. მეგონა რაღაცა უშველებელი ხომ არ დაემართა რამე მეთქი, მაგას ეშველება, რა ტრაგედიად გადაგიქცევია? ირაკლიმ თავი დახარა, მიხვდა რომ გოჩა ვერასოდეს გაიგებდა რას ნიშნავდა და რა შეიძლებოდა გამოეწვია მისთვის სამსახურის დაკარგვას.
მიხვდა და შეეცადა დიდხანს აღარ გაეგრძელებინა ამაზე ლაპარაკი. კოჩა მომისმინე. 10-15 ან 20 ლარი მჭირდება, რისი საშუალებაც გექნება. 2 კვირით მჭირდება, სანამ ხელფასს ავიღებდე. დაწყნარდი ირაკლი, არ გცხვენია? ყველაფერს ეშველება, ოღონდაც ნუ მეტყვი მასეთ რამეს სესხადო. მეტი არ ღირს ჩვენი ურთიერთობა? არა, მე სესხად გთხოვ. უხერხულად გააქნია თავი ირაკლიმ. დამთავრდა ამაზე ლაპარაკი. თუ არ გინდა რომ გაუბრაზდე, შესცინა გოჩამ მეგობარს და მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა. კიდევ მაქვს რაღაც. რა არის ირაკლი? ყველაფერი მითხარი, ნურაფერს მიმალავ. არაფერს გიმალავ. უბრალოდ 5 დღის შემდეგ ჩემი მუშაობის გრაფიკის მიხედვით 1 კვირა ღამის ცვლაში მიწევს მუშაობა და იმ 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ დასაძინებლად მოვალ თქვენთან თუ უხერხული არ იქნება შენს ოჯახთან. არ გწვენია? მარტო ის მითხარი, რამე ისეთში ხომ არ არის საქმე? რაში უნდა იყოს საქმე? თქვენებით შესანიშნავად მიცნობენ და შენ კი მით უმეტეს იწყინასავით ირაკლიმ. არა ძმაო, რანაირად გაიგე? მე გითხარი, რამე ისეთი სხვა გასაჭირი ხომ არ გაქვს მეთქი? ვიფიქრე, შეიძლება ეუხერხულება და ვერ ამბობს თქო. კარგი რა, როგორ გაიგე, ხომ იცი, რომ შენთან ვარ სიკვდილამდე. ახლა ცოტა ხნით დაგტოვებ და მალე მოვალ. უთხრა გოჩამ და ოთახიდან გავიდა. 5 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ხელში 3 ცალი 10 ლარიანი და ირაკლის პიჯაკის მაღლითა ჯიბეში ჩაუდო. აი, ირაკლი, აქ 30 ლარია. თუ კიდევ დაგჭირდება, ნუ მოგერიდება. სესხებაზე ლაპარაკი კი არასოდეს არ იყოს ჩვენ შორის. რაც შეეხება აქ დარჩენას, როცა გინდა მეც რომ არ ვიყო სახლში, ჩვენები გაფრთხილებული იქნებიან. იცოდე, რომ ჩემს ოთახში და იგივე ჩემს ოჯახში ჩემი დარი უფლებები გაქვს. დიდი მადლობა გოჩა, მადლობა. დიდი მადლობა. უთხრა ირაკლიმ და მეგობარს გადაეხვია. სახლში რომ მივიდა, უკვე დაღამებული იყო. ჩვეულების სამეფს 3 პური მიიტანა. სამზარეულოში დადო და დაძმას მიუვალერსა და მამის ოთახში შევიდა. როგორ ხარ, მამა? კითხა ირაკლიმ და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე უსიცოცხლოდ დაეშვა. რატომ დაიგვიანე შვილო? სევდიანი თვალებით შეხედა მამამ. რა ვიცი, რაღაცეები იყო სამსახურში გასაკეთებელი და დირექტორმა მთხოვა დავხმარებოდი. ჩემი ცვლის ხალხი თითქმის ყველა დარჩა. როგორ გელოდებოდნენ პატარები? ფანჯარასთან იყვნენ მთელი საღამო. მერე ვიღაცას მიგამსგავსებდნენ და შემოვარდებოდნენ ირაკლი მოდისო. სად არიან ახლა? სამზარეულოში პურს ჭამენ, თქვა ირაკლიმ და დაღლილობისაგან წელს რომ ვეღარ იმაგრებდა, სკამის კიდეს დაეყრდნო იდაყვით. წადი შვილო, დაისვენე, მე არაფერი მიჭირს, უთხრა მამამ, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში შვილისთვის თვალი არ მოუცილებია და როცა ირაკლი მამას დასწვდა, აკოცა და ოთახიდან გავიდა, მშობელმაც სრემლები ვეღარ შეიკავა. კაბინეტიდან ირაკლის გამოსვლის შემდეგ გუბერნატორი ერთხანს ხელებში თავჩარგული იჯდა. შემდეგ ფეხზე წამოდგა და ოთახში ბოლთისცემა დაიწყო. ის იმდენად გაბრაზებული არ იყო, როგორც შეწუხებული. თავისი დამარცხებისა გამო. თანაც ვისთან, 17-18 წლის ბიჭთან მას სჭირდება საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ლაფის ჩამორეცხვა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დაისახოს მისივე ცნობიერებაში, მაგრამ როგორ, აი ამ გზებს ეძებდა გუბერნატორი. აი ამისათვის იჭყლეთ და ტვინს და როგორც იყო დაიწყო მოქმედება. ის მივიდა სკამთან, ჩამოშდა და ტელეფონის ყურმილი აიღო. უნივერსიტეტის რექტორთან შემაერთეთ ჩაძახა ყურმილში. გისმენთ ბატონო მიხეილი, გაისმა რექტორის ხმა. ლადო დიახ ბატონო მიხეილი. დოცენტ ღოღობერიძეზე რას მეტყოდი? დოცენტი ღოღობერიძე, ამოსუნ თქვით დაიწყო ლაპარაკი რექტორმა, რადგან რაღაც უფრო მწვავეს მოელოდა ალბათ გუბერნატორისაგან. რამდენიმე თვეა ავად არის და წევს. უკაცრავად.
ის ერთ-ერთი პატიოსანი კაცია ჩვენს კოლექტივში. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე პატიოსანიც კი მან თავისი ცხოვრება უნივერსიტეტს და სტუდენტების აღზრდას შეალია. მისი მთელი ცხოვრება კი ღიმილი იყო. უნივერსიტეტს დახმარება არაფერი გაუწევია, რაც სუდად არის, შეუვალი ხმით უთხრა გუბერნატორმა. ახლა ვაპირებდით ბატონო მიხეილ, როცა გავიგეთ, რომ აღარაფერი ეშველება. ხელფასებზე და ფულზე კი იცით რა დღეშიც არის ჩვენი ქვეყანა. ამათ დღეში დავაბალანსებ რაღაცებს და რაიმენაირად მივხედავთ. გქონდეთ ამის იმედი, ბატონო მიხეილი. კიდევ რა არის ისეთი, რაც მაგ კაცს უკავშირდება, შედარებით ტონი შეარბილა გუბერნატორმა. საწყალს წიგნი აქვს მიტანილი გამომცემლო, ლექსების კრებული აქვს მიტანილი გამომცემლობა სამშობლოში, არ ვიცი რა პროცესია ეს წიგნი, ბოლოს რა პროცესია ეს წიგნი, ბოლოს სულ იმაზე ლაპარაკობდა, პატარა ბავშვი თუ ხარო და წიგნის გამოცემა, ეგეც ალბათ იგვიანებს, ხო მიცილ, ყველა რგოლი ფინანსურ კრიზისს განიცდის, კარგი ლადო, დიდი მადლობა, მიხედეთ რაღაცით მაგ კაცს დაეხმარეთ, აუცილებლად ბატონო მიხეილ. კმაყოფილი გუბერნატორი ფეხზე წამოდგა, მას სახე უკვე დამშვიდებული ჰქონდა და ჰქონდა იმ მიზეზით, რომ საკუთარი ბერკეტების საშუალებით შეაძლო წიგნის გამოცემა დაეჩქარებინა. ეს კი მისასვლელ გზას გაუხსნიდა დოცენტის ოჯახთან. დაიბარებდა მის ვაჟს და წიგნის გადაცემასთან ერთად კარგ სამსახურსაც შესთავაზებდა. ერთი საქმე თითქმის მოგვარებული იყო. ასე თვლიდა თავად გუბერნატორი და გადადიოდა მეორეზე. მდივანთან დამაკავშირებელ ღილაკს მისვდა. მარიამ, რომელიმე ჩემს მოადგილეს, რომელიც იქნება, უთხარი ჩემთან შემოვიდეს. 2 წუთში შუახნის მამაკაცმა შემოაღო კაბინეტის კარი. მოდი ზურაბ, მოდი. სკამზე მიანიშნა გუბერნატორმა და მისი მოადგილე ჩამოშდა. ზურაბ, გისმენ პავლოვიჩი, მე დილაზე დედაქალაქში მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდები. სანამ ჩამოვალ, ერთმანეთზე უკეთესი სამსახურები უნდა დამახვედრო. 18-ოდე წლის განათლებული და სერიოზული ახალგაზრდისთვის ისე უნდა იყოს, რომ მას არ შევათქონდეს საქმე ხელფასის თუ სხვა მხრივ. ეგ იოლი საქმეა პავლოვიჩი. აი ეგ არის ზურაბ. და დანარჩენებს მიხედავთ ალბათ ჩემი აქ არ ყოფნის დროს. მაშ რას ვიზამთ პავლოვიჩი, შენ ჯავრი ნუ გექნება. გუბერნატორმა მძღოლი გამოიძახა, მოადგილეს და მდივანს დაემშვიდობა და სახლისაკენ გაემართა. მეორე დილით დედაქალაქში ჩასვლისთანავე მიხეილი გამომცემლობის დირექტორთან მივიდა, რომელიც დიდი პატივით მიიღეს. დირექტორმა მოისმინა მისი თხოვნა წიგნის გამოცემის დაჩქარებასთან დაკავშირებით და აღუთქვა, რომ თვითონ პირადად მიხედავდა ამ საქმეს და რამდენიმე დღეში შეძლებდა მის გამოშვებას. გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა კარგი მიღებისთვის და იქიდან გამოსულმა გადაწყვიტა სამსახურში მანამდე არ დაბრუნებულიყო, სანამ წიგნს არ წამოიღებდა. წიგნებს არ წამოიღებდა, რადგან უიმისოდ ემძიმებოდა კაბინეტში შესვლა. ირაკლის სამუშაო გრაფიკის მიხედვით ღამის სვლა მოუწია. ის ჩვეულებრივ გაემზადა, როგორც ემზადებოდა ხოლმე წასასვლელად. მამასთან შევიდა და ემშვიდობა, აკოცა. შემდეგ პატარა დაძმად ჩაკოცნა. დედასაც მოეხვია და კარი გამოიხურა. ერთხელაც, როცა ირაკლის სახლში დილით დაბრუნდა და მამასთან შევიდა, მამამ დაკვირვებით შეხედა შვილს და უთხრა, შვილო, ვფიქრობ, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. ხედავ, რომ ღამენათევი არ ჩანხარ და იქნება ამიხსნა მამა გენასვალოს. რა შეესაქმე? რას ამბობ, მამა? არავითარი. შეუვალი იყო მშობელი. მითხარი თუ გიყვარს მამა. რა ხდება შვილო შენს თავს? არა, არა მამა, უბრალოდ დილას 5 საათისკენ ძილი მომერია და ცოტა წავთვლი მე. იმდენი საქმე არაფერი იყო და ჩემი მეწყვილე აუდიოდა ყველაფერს. ჩემო შვილო, იცი შენნაირი რამდენი ბავშვი მყავს გამოზრდილი? იცი რომ სტუდენტები მარტო ჩემს მოტყუებას არ ცდილობდნენ, რადგან იცოდნენ რომ ვერაფერს გამომაპარებდნენ. ამიტომ ჩემთან ყოველთვის გულახდილნი იყვნენ. შენ ჩემი ხორციელი შვილი ხარ. შენს მამას არასოდეს უთქვამს ტყუილი. მითხარი შვილო, თუნდაც ეს მწარე იყოს.
ნუ გამიფრთხილდები, მითხარი სიმართლე. ირაკლი უყურებდა მამას და ფიქრობდა, თუ ეტყოდა სიმართლეს, ის ძალიან ინერვიულებდა და შეიძლებოდა ეს ნერვიულობა ცუდად დასჯდომოდა მას. არ ეთქვა და მაინც ხვდებოდა რაღაცას და გადაწყვიტა, რომ შედარებით რბილად დაეხატა თავისი პრობლემები. ამიტომ გაიღიმა და მამას მიმართა. სამსახურში შემექმნა ცოტა უსიამოვნება, მაგრამ მოგვარდება. ცვლის უფროსთან მომივიდა პატარა კონფლიქტი და მერე მიხვდა, რომ თვითონ ტყუოდა. ასე რომ დიდი არაფერია და შენ მით უმეტეს არაფერზე ინერვიულო. შენი გაზრდილი შვილი ხომ ისი თავს გაართმევს ყველა სიძნელეს. მშობელს სახეზე ეტყობოდა, რომ შვილის არც ერთი სიტყვა არ სჯეროდა. მაგრამ ბოლო სიტყვები იმდენად ესიამოვნა, ხელი გაუწოდა. ირაკლი გულზე მიიხუტა და თავზე მიუვალერსა. იმავე წამს ცრემლები მოადგა მის თვალებს, რომელიც შვილის და უნახავად მეორე ხელით მოიწმინდა. შეიმშრალა. კარგი შვილო, იჯერა მამამ მისი ალერსით გული. შენი იმედი მაქვს, იმედი მქონდა ყოველთვის და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენ დაძმასაც კარგად მიხედავ. ჭკუით იყავი და დაუკვირდი ცხოვრებას. ადამიანები ცოტა რთული შესაძლებლობი არსებები არიან და ფრთხილად მოიქეცი. იმას ვერ გეტყვი, სიმართლე და პატიოსნება შეცდომა ამეთქი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ერთ რამეს დაგიბარებ. იყავი პატიოსანი და ეცადე, შენი პატიოსნება სხვას ცუდად არ გამოაყენებინო, თორემ რაც იმას უარყოფითი მოჰყვება, ყველაფერს შენ მოგაწერენ. აბა შენიცი, წადი ახლა და თუ უძილო ხარ, დაიძინე. არა მამა, ხომ გითხარი, დილის 5 საათზე წავიძინე მეთქი. თავის პირველ ნათქვამზე იდგა ირაკლი. კარგი, წადი, გააკეთე რამე, მე არაფერი მიჭირს. სიყვარულით შესცინა მამამ შვილს. მიხეილი 3 დღის შემდეგ გამომცემლობის დირექტორს შეეხვიენა და როცა პასუხად მიიღო, რომ მანქანა გაბუშდა და კიდევ რამდენიმე დღე გადასცდება ამ საქმესო, ცოტა გაცეცხლდა. ხომ არ არის საჭირო მთავრობის დონეზე გადაწყდეს ეგ საქმეო, მაგრამ როცა უთხრეს დღე და ღამეს გავასწორებ და წიგსულ მალე ჩაგაბარებთო, მოოლბა. 10 დღის გასვლის შემდეგ მიხეილი დედაქალაქიდან დაბრუნდა და მეორე დილით დოცენტი ღოღობერიძის ლექსების კრებულის 10 ეგზემპლარით სამსახურში გამოცხადდა. ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლებს კინაღამ დაავიწყდათ თავიანთი უფროსი. ყველა გაკვირვებით და ნაძალადევი ღიმილით ესალმებოდა. კაბინეტში შესვლისთანავე თავისი მოადგილე ზურაბი იხმო. ზურაბი ადგილზე არ აღმოჩნდა და 15-ოდე წუთის შემდეგ, როცა მოვიდა, მასთან გამოცხადდა. აბა, როგორ ხარ, პავლოვიჩი? ხელი გაუწოდა მოადგილემ. როგორ არის დედაქალაქში საქმე? შენ რა ქენი? რას დაგავალე, თორემ მე კი ვიცი ჩემი საქმისა. პავლოვიჩი, ყველაფერი ხუთიანზეა. როგორც მითხარი, ასარჩევად იქნება სამსახურები. სოგი ისეთია, უწყის სახელის მოსაწერად მივოდა ხელფასს აიღებს. ეს ვისი წიგნებია? უთხრა მოადგილემ და მაგიდაზე დალაგებული წიგნებიდან ერთი ცალი აიღო. ილია ღოღობერიძე, წაიკითხა ზურაბმა. პავლოვიჩი, ეს წიგნები შენ საიდან? თბილისიდან წამოვიღე გამომცემლობიდან. ღიმილით წარმოთქვა გუბერნატორმა. შენ გეტყობა არაფერი იცი. გამომცდელად შეხედა მოადგილემ. რა უნდა ვიცოდე? ცუდის მოლოდინში წარბები შეეკრა მიხეილს. დილას სახლიდან რომ მოვდიოდი, ნელიტონი დაიწყო ზურაბმა. თან თვალი არ მოუცილებია უფროსისთვის, რომელიც ასევე დაშტერებული და დაშუბლული უყურებდა მას. ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსის წინ ხალხი იყო თავმოყრილი. გავაჩერებინე მძღოლს მანქანა და ვაკითხინე. ეს ცხონებული გარდაცვლილა გამთენიისა. საცოდავი, ვიცნობდი მაგ კაცს, როგორ წვალობდა კუტი კაცი, შვილები დარჩა პატარები. რას ლაპარაკობ? აღმოხდა მიხეილს და შუბლზე იტაცა ყელი. რა მოგივიდა, პავლოვიჩი? რომ ცოდნოდა ასე განიცდიდი, მოვერიდებოდი ამის თქმას. მე უბრალოდ წიგნები რომ დავინახე, იმიტომ ვთქვი. უფროსის შემხედვარე მოადგილეს ცდილობდა მოებოდიშებინა თავის აქციელი, როცა დაინახა, როგორ განიცადა მან დოცენტის სიკვდილი. ეს რა მითხარი, კაცო? მიხეილი წამოდგა, გრაფინიდან წყალი ჩამოასხა და მოსვა. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა, ცოტა ხანს გარეთ იყურა, თან ოხრავდა და ხელებს შლიდა. რა არის, პავლოვიჩი? კითხა მოადგილემ, რომელმაც აღარ იცოდა, როგორ გამოსულიყო ამ უხერხულობიდან. არაფერი, შენ მიხედე შენ საქმეს. დივანს უთხარი, აქ არავინ შემოუშვას.
და ჩემ ძღოლს უხმოს. მოადგილე მხრებში აბუზული აიბუზა და ისე გავიდა კაბინეტიდან. ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მერსედესის მარკის შავი ჯიპი გაჩერდა. იქიდან კაცი გადმოვიდა და იქ შეკრებილ ხალხს დოცენტი ღოღო ბერიძის უფროსი ვაჟის ადგილსამყოფელი ჰკითხა. უთხრეს, რომ ისინი მესამე სართულზე ცხოვრობდნენ და ბიჭიც მაღლა იმყოფებოდა. ძღოლმა ერთ ახალგაზრდას თხოვა ასულიყო და ბოდიშის მოხდით ეთქვა ირაკლისთვის, რომ გუბერნატორის ძღოლი დაბლა ელოდებოდა. ცოტა ხანში სადარბაზოდან ირაკლი გამოვიდა და რომ დაინახა ხალხისაგან ოდნავ მოშორებით მდგარი ჯიპი, მისკენ გაემართა. ძღოლი მიხვდა, რომ ირაკლი ის იქნებოდა და დამწუხრებული სახით გადაწყვიტა შეგებება. ირაკლის მიახლოებისთანავე ხელი გაუწოდა და მწუხარება გამოთქვა მისი მამის გარდაცვალების გამო. შემდეგ მანქანიდან წიგნები გადმოიღო. ირაკლის გაუწოდა და თან დააყოლა. ბატონმა მიხეილმა მთხოვა გადმომეცა თქვენთვის ღრმა მწუხარება და ისიც, რომ რა არის ჩემგან საჭიროო. ხელების ფშვენით და უხერხული მოძრაობით ძლივს მოაბა თავის სათქმელს ახმახმა და უშნოდ გაღიპულმა მძღოლმა. ირაკლიმ წიგნები გამოართვა და მისი ლამაზად გაფორმებული გარეკანი სინანულით შეათვალიერა, რადგან იგივე წიგნები სულ რაღაც 5-10 საათით ადრე რომ მოსულიყო, საკუთარ ავტორს სიკვდილისაგან ნამდვილად დაიცავდა. თვეების განმავლობაში ელოდა მამა ამის გამოსვლას. პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა შეატყობინებდნენ ხოლმე ერთ კვირაში იქნება ანათ დღეშიო. არ დაილია მათი დაპირება. ასე ატყუეს ამდენ ხანს და ესეც არ აღირსეს სიხარულად, რას ვიზამთ. ეგრეთ წოდებული ელიტა ყოველთვის ყვავის, მწიფდება, დუღს კიდეს, მაგრამ მისგან მადლი არასოდეს იწურება. თქვა და თავი დაიქნია ირაკლიმ. შემდეგ მძღოლს შეხედა, რომელსაც ამ სიტყვების წარმოთქმისას სახე უფრო მეტად დაემწუხრებინა, ვიდრე ამას განიცდიდა. რამდენიმე წამს უყურა, თითქოს რაღაც კიდევ შეამოწმა გონებაში და მიმართა. ბატონ გუბერნატორს დიდი მადლობა გადაეცით ამ წიგნებისთვის. ისიც უთხარით, რომ მე ახლა ავალ. დავჯდები მამაჩემის ცხედართან, გადავშლი მისი ლექსების კრებულს, წავიკითხავ და მიცვალებული თავისით დაიმარხება. სიტყვის დამთავრებისთანავე ცოტა ხანს კიდევ უყურა წარბება ქაჩურ კაცს, მერე მიტრიალდა და სადარბაზოსკენ წავიდა. ძღოლი იქამდე იდგა ასეთ ფორმაში, ვიდრე ირაკლი თვალს მიეფარებოდა. შემდეგ ხელების ოდნავი გაშლით რაღაც გამოხატა, მიბრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და სანამ იმ ადგილს გასცილდებოდა, ერთხელ კიდევ ახედა მესამე სართულზე დოცენტი ღოღო ბერიძის სახლის ღია ფანჯრებს. დიდი მადლობა მოსმენისთვის. დასკვნა და ფიქრი თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველო.